საღამოშვიდობის ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრით ჩემთან ნათია მიქიაშვილთან და ჩემს მეწყვილესთან შალვა რამიშვილთან ერთად. მოგესალმებით, დღეს ნათია უჩვეულო სერიოზულია და ვერ გამოვტყუე მიზეზი ამ სერიოზულობის. პრეზიდენტის ლექსიკით გაუგნებო. რა თქვა რა ასეთი? ოპოზიციას ხო თავმოყარეულ მონები ეძახა, რომლებსაც თურმე მოენატრათ ჯრუსი ჯარისკაცების საცულების ლოგვა. ბოდიში. ვა, რა მაგარია. ეს იყო ესეთი მწერალი მარკიზ დესადი და მე ზახერ მაზოხი, სადიზმი და მაზოხიზმი. და ამ ორი მწერლის რაღაც ნაზავი და შემოქმედების გავლენა იგრძნობა ამ კაცზე. როგორ ხო. ესე იგი, უთავმოყარე. გავიგი, აღარ გაიმეორო, შემზარავია. მერე? ეს პრეზიდენტმა თქვა, მე არა მაყურებელს, რომ იცოდას მე არ ვჩვევია ასეთი ტიპის სიტყვების ესეთი ფანტაზია, მე არა მაქვს. ეს ზამაგარია. მერე? კიდე რა თქვა? კიდე მაგარი ამბავი მაქვს. საკრედიტო რეიტინგი მაიწია ჩვენმა მაგარი ამბავი ქონდა. მე ვაგერ ავაშენეთო აეროპორტია და ვისაც უნდა წასულა ოპოზიციას გულისხმობა თავის ბარგი ბარხანიანად წავიდეს. ანუ ეს ძალოშენ გეუნები და მულოშენ გაიგონდეს. ეს ამბავია და მე ქუთაისში ვინც პარლამენტის აშენებას ეწინააღმდეგება ისინი მიწასთან გაასწორა და კიდევ რუსებს შეუთვალა რომ ჩემ ნაწილებს გავუგზავნიო რუსებსო. ჩემ ნაწილებს როგორ? აი ჩემ ნაწილებსო, სხეულის ნაწილებს გავუგზავნე რუსებს. პუტინმა რო თქვა რომ დავკიდებო იმითო. ხო მეც გამახსენდა ეგრევე და ჩემი სხეულის ნაწილებს გავუგზავნე. მაგის სხეულის ნაწილები. ხო და მე ეგრევე ასოციაცია გამიშთა რომ პუტინი ხო დაემუქრა რაღაც თრუნა ჩამოეკიდა და თუ შეიძლება. მართლა ესე აჭრილი არის? ეს უკვე სერიოზულია. არ ვიცი. ჩემი სხეულის ნაწილებს გავუგზავნეს თუ ოღონდ დეოკუპაცია მოხდეს. ნუ შინაარსი ესე. მაგრამ ეს სიტუაცია ალბათ, იმიტომ რომ კარგი გულია. აქვს. კი, როგორ არა, ჯანმრთელი და ჯანსაღი. არა, ეს მართლა უკვე სერიოზული თემაა, იმიტომ რომ ეს არ ვიცი, ეს ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, რაღაცა მართლა გამაოგნებელია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველას ვარცილდება. უკვე პრეზიდენტის მიერ რაღაცა შენ გესმის? ხო, არა, მე გესმის. რომელიმე PR ტექნოლოგი გაიგებს, ან რომელიმე PR ტექნოლოგ შეიძლება ერჩია ასეთი რამე? არა, გაგულისებულია ეს კაცი. ესე იგი, ეს მე გეტყვით, ეს არის სუბიზნე ივანიშვილის გავლენა რა. ხო, ძალიან გამწარებული. ეს ძალიან ცუდი კაცია ეს ბიზნე ივანიშვილი, რებს უშვება რა საწყალბავში. ბიზნესმენებმა კიდევ ერთხელ. შენ გახსოვს ბადრის რო ქონდა ბიზნესმენების შეკრება, გირგვლიანის რეპორტაჟი გაკეთე ძალიან მალე. გაოგნდი, რო გამოვიდა და რა უნდა მეთქვა გირგვლიანის დედისთვის ახლა. არ გაუშვებ ამ რეპორტაჟს რა. კი, და მაშინ გახსოვს ბიზნესმენები რომლებიც აბსოლუტური დუმილი იყო და ფაქტობრივად არც ერთმა მათგანმა არ დაუჭირა მაშინ ბადრის მხარი და გამახსენდა დღეს რო კითხულობდი ამ თოფაძის ინფორმაციას რო კი გეგმებოდა რაღაცა ტიპის ბიზნესმენთა მხარდაჭერის რაღაც გამოცხადება ბიზნე ივანიშვილისთვის ძალიან ან ეგრევე ასოციაცია გამიჩნდა ძველ ამბებზე და ბიზნესმენებს რა გაჭირთ? არა, ნუ ბიზნესმენებს არაფერი არ ჭირთ, ისინი არიან ძალიან დამოკიდებული, ისე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოში განსაკუთრებულად არიან დამოკიდებული ხელისუფლებას. შეხვდები რა მოხდება ბიზნესმა რო პროტესტი გამოთქვას? არ გამოთქვამს არასოდეს. რომ გამოთქვას. ნუ მე მითხარი გამოსავალი ჩიხიდან რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მოექცევა მაგ შემთხვევაში. არა, გამორიცხულია ბიზნესმენები, არასოდეს არ მოიხმას ბიზნესმენი კაცი არის განსაკუთრებული ყალიბის კაცი. იმიტომ რომ ის შოულობს ფულს, მისთვის თავარი არის საკუთარი ბიზნესის განვითარება, ანუ ფული, ხო? და საქართველოში ფულის შოვა. რომელიმე მათგანს ეჭვი აქვს რომ მისი ბიზნესი განვითარებულია? ნუ შენ ამას ბიზნესის კეთებას ეძახი შალვა? ნებისმიერ მათგანს გონია, ნებისმიერი მათგანი ღრმად არის დარწმუნებული, რომ თუ ის რაიმე ოპოზიციურ მოძრაობას შეუერთდება, ის მეორე დღესვე დაკარგავს ყველაფერს. შენ ხვდები, ზუსტად მაგას ვამბობ. წარმოიდგინე გაერთიანებული ბიზნესმენები, რომლებიც აკეთებენ განცხადებას, რომ ის კი არა რომ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა ბიზნე ივანიშვილის მიმართ. რომელი ბიზნესმენი? აი მაგალითად რომელი? ვინ? რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში, იგივე ხაკაძეები, თქვა, იგივე თოფაძე. რომელი ხელისუფლებაში არ არის? პირობითად, ხო. კარგი, ხო, кайფო. კარგი, ხო, кайფო. ნუ кайფო ხა. ხაკაძე ვისოლი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ამ ხელისუფლებასთან. პრეზიდენტის ძმის. ვიცით ეს ჩვენ. კიდე ვინ? თოფაძე იტყვის, კი ბატონო, თოფაძეს თოლი აჩუქა, იმან რა ქვია. ბიზნესთან და ვალშია ბიზნესთან და იტყვის. ხო, მაგრამ ვერ თქვა. თოფაძემაც ვერ თქვა. საქმე მაგაში, ანუ თოფაძეს ხელმძღვანელობით იგეგმებოდა ამის როგორც სხვა ბიზნესმენებმაც უთხრა. ისე მოდი თოფაძე მოვიწვიო და ვკითხოთ აზრი, იმიტომ რომ მე გაგონილი მაქვს. ფაქტი აგერ მაქვს. მე გაგონილი მაქვს თოფაძის და ფაქტობრივად აჩუქა, კი.
კი, გავიგე, მაგრამ თოფაძე აქ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიზნესმენთა მხრიდან მხარდამჭერი ყრილობის ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა იდეის ინიციატორების დასახელებისგანაც კი შეიკავა თავი იმდენად რამდენადაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად თოფაძე იყო ამ იდეის ინიციატორი. მე მგონი თოფაძე არ იტყვის იმას, რომ მე არ უჭერს მხარს ბიზნეს ივანიშვილის მოქალაქეობის დაბრუნებას. მე სხვა რამეს გეუბნები და შენ არ მაცდიო დავასრულო აზრი. შენ წარმოიდგინე, თუნდაც ის ადამიანები, ვინც იცის ზუსტად რომ მეორე დღეს ბიზნესი აღარ ექნება, გააკეთებენ არაპოლიტიკურ პოლიტიკური მხარდა ტიპის განცხადებას. არამედ უბრალოდ იტყვიან რომ მიეცეთ ან მაგასაც არ იტყვიან. უბრალოდ თქვენ რომ ხელისუფლებას ემიჯნებიან და ემიჯნებიან ბიზნესის ხელისუფლებასთან ერთად კეთებას. შენ წარმოიდგინე ის ეკონომიკური ჩიხი, რომელიც შეექმნება ქვეყანას. არ შეექმნება. ესეთი ბიზნესმენები არ არსებობენ. ეხლა წარმოიდგინე 20-25 ბიზნესმენი წამყვანი ბიზნესის ხო, მაგრამ პრინციპში იცი რა თუ იქიდან გამოვალთ მხოლოდ ერთი ბიზნესმენი ვნახე, რომელიც მოვიდა ჩემთან რადიო გადაცემაში და ილაპარაკა მასზე, რომ მას ავიზრობენ. ეს არის სახინკლე, რომელიც არის. საწყალი ხო ვიცი, რესპუბლიკის მოედნის და ზარავას ამბობ. სახინკლე და მოვიდა და ილაპარაკა და ნუ რა ბრუნვა აქვს ახლა მაგ ზარავაზე გამახსენდა ყვარელში ესეთი ფოტოებია ზარავა და მიშა ერთად ღვინოს რო სვამე. დალევენ ახლა. ზარავა დადლევს ნებისმიერ ადამიანს. მაგრამ ზარავა დაიჭირა. მის და საკუთარ დაბადების დღეზე ბოლოს. ანატომია რო გავაკეთე ზუსტად მეორე დღეს, ანუ დაბადების დღე ქონდა ზარავას და დაიჭირა. წელს დაიჭირა? კი, დაიჭირა. კი, ყაზახის სტუმრები ყავდა. რა ვიცი ხა. მინიმუმ სამწყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია არის შემოკარგო და გარდა ამისა, ნუ რაღაცა იქ თანხების გადახდაზე, ამაზე იყო რაღაც 2 მილიონზე იყო საუბარი. ნებისმიერი ბიზნესმენი დალევს ღვინოს სააკაშვილთან და შემდეგ დალევს მეორე დღეს თუ ივანიშვილი მოვიდა და დალევს ივანიშვილთან. ჩვენ ამ ადამიანებთან, ამ ადამიანებზე არ მომეზობდათ ამ თანხების ხდა? ნუ არა, ერთი წუთით. ეს ამ თანხების ხდა, აი კიდევ ერთხელ არ მომბიზათ. აი მინდა რომ კარგად გაიგოს. გეგენავა შენი აზრით ბიზნესმენია თუ დეპუტატია? ბიზნესმენი, ბუნებრივია. ისინი გეგენავა რომელიც ზუსტად 1 საათში დატოვეს ყველაფრის გარეშე. კი, მაგრამ მას აქვს იმედი რომ კიდევ იშოვის. რას იშოვის? კიდევ ვინ აშოვნინებს გეგენავას? რატო არ აშოვნინებს? არა აშოვნინება. რაც შეეხება თანხების გადახდას, ეს თანხები მათ აგრეთვაში შეყავთ. უბრალოდ აი სმეტა რო დგება, ამდენი ხელისუფლება. ეს გავიგე, მაგრამ აი გეგენავას მაგალითი მომყავს. მიუხედავად იმისა, რომ არადასტურებს და უარყოფს თუ რაღაცა. ხო, აი 1 საათში ადამიანი დატოვეს ყველაფრის გარეშე, საკუთარი ბიზნესის გარეშე. რომელიც შეგეცქორ გეგენავას ფული აღარ აქვს? არა, გეგენავას ფული აღარ ანუ არა აქვს ბიზნესი. ნუ ბიზნესი აღარ აქვს. არა, რაღაც ბიზნესი ხო დარჩა რა. კაი რა, არ არის ეს დამიჯერა. არ ვიცი. ანუ აი ეს მუდმივი შიში და დაძაბულო მუდმივი კრიზისის მდგომარეობაში ყოფნა რომ შენ 1 საათში შეიძლება დარჩე ყველაფრის გარეშე არ მობეზრდათ ამ ადამიანებს. შეიძლება გეგენავამ რაღაც თამაშის წესები დაარღვია. დაარღვია კი და ვიცი რა თამაშის წესების დაარღვია და ვიცი რა წესებიც. რა. თქვა აბა? ანატომიისთვის მინახა. ხო, მაგრამ ხო ხედავ დაარღვია. სხვა ბიზნესმენებმა იციან ეს თამაშის წესები და არ არღვევენ და აქვთ გარანტია რომ შეინარჩუნებენ ამ ფულს. თუ არ გვევ თამაშის წესებს მორჩა დამთავრდა. ხო და არ მობეზრდათ ბიჭო, რატო უნდა ითამაშო ხელისუფლების თამაშის წესებით, როცა ხარ ბიზნესმენი, როცა პრეტენზია გაქვს, რომ ხარ დამოუკიდებელი. არა აქვს პრეტენზია არც ერთ ბიზნესმენს რომ არის დამოუკიდებელი. გულის სიღრმეში ყველამ კარგად იცის რომ არის სააკაშვილზე ძალიან დამოუკიდებული. გულის სიღრმეში, მაგრამ ხთ. გულის სიღრმეში და მეუღლესთან ხო მაინც რაღაც. კარგი რა, არ გინდა ახლა ბიზნესმენია რა. ცალკე თემაა ეს. საერთოდ სხვა კატეგორიის, სხვა ყაიდის კაცია. მანცდები ზუსტად როდესაც ბიზნესმენი ცალკე თემა გგონია. საქართველოში ბიზნესმენი არის სხვა ყაიდის ადამიანი. არ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც არ აქვს. არ უნდა იყოს ხელისუფლება, ეს არის ჯანმრთელი. ხო, მაგრამ მე გეუბნები რომ რატო არ მობეზრდათ ამ ადამიანებს ავადმყოფურ გარემოში ცხოვრება? რატო ვერ ბედავენ და რეკლამა რატო ვერ მოაქვთ? ხო. არ ახარ რეიტინგული. კარგი. აბიზაეს. კარგი. ჩვენ კახაკუკავა ყავს სტუმრად, ხო შეს ადამიანი, რომელიც ეცადა რამენაირად დახმარებოდა ბიზნესმენს, რა თქმა უნდა, ბიზნესმენებს საკუთარი პოლიტიკური სარგებლის სანახავ ნახვის მუღამითაც. კახაკუკავა მოვა ცოტა ხანში ჩვენთან სტუდიაში და ილაპარაკებს ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას. არ გადავსვათ დარჩით მაესტროზე. და გადაცემა სუბიექტური აზრი კახაკუკავასთან ერთად გიბრუნდებათ საღამოშიდობის საკახა მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. კახა პრეზიდენტმა სულ რამდენიმე წუთის წინ ფაქტობრივად ეს თქვა რაღაც რომ უთავმოყრაობრივ მონობაში შეჩვეული ოპოზიცია, რომელსაც მოენატრა რუსი ჯარისკაცების საცვლების ლოკვა და ოპოზიციას რომელიც რუსეთზე არის ორიენტირებული, მოუწოდა თავის ბარგი ბარხანიანა იმ აეროპორტიდან, რომელიც როგორც გაირკვა თურმე პრეზიდენტს აუშენებია, ნუ რუსეთში წასვლის სკენდა, რომ მოსკოვი მოენატრა ოპოზიციას და ამ შემდეგ
თქვენ მეორეს მხრივ, ანუ ცდილობთ, რომ გაიტანოთ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო და ზოგადად ქართული პროდუქცია. და შემჩნეული ხარ რუსეთთან მეგობრობაში? შემჩნეული არა ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი არა დეკლარირებული რომ ერთ-ერთი აქცენტია. ხო და აკრიბო კონფერენციაზე მეც ვახდე კახას. იცი საერთოდ სააკაშვილის ეს განცხადებები არც ფსიქოლოგიაში რაღაც სახელიც ქვია. ამდენი ლაპარაკი ჩექმის ლოკვაზე ის გორის კადრები ბოლო-ბოლო ყველას ახსოვს. ეხლა არც ერთი ოპოზიციონერი არავის არ უნახია, არა მარტო მიწაზე გართმული, მე შემიძლია გითხრათ 11 აგვისტოს მდგომარეობით, იმიტომ რომ ჩვენ ოფისში იკრებებოდა მაშინ ყველა პარტია იყო თბილისში. არავინ არც ერთი ოპოზიციონერი არც წითელხიდზე არ გაქცეულა, არც მიწაზე არ გართმული, ამიტომ ამდენი ლაპარაკი ჩექმის ლოკვაზე და ჩექმის ლოკვაზე რა საცოლე. ხო დღეს გადავიდე საცვლების ლოკვაზე, ეს საერთოდ უკვე რაღაცა კიდევ ფსიქიური გადახრის ნიშანი არის, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ტერმინოლოგიაც აღარ არის, ეს არის ეპატაჟი, არაფერი არ არის. რაღაცა უკვე არის რომ ადამიანი ვერ მალავს, ვერ ატევს შიგნით იმ რაღაც საშნელ ბოღმას, რომელიც რთული გამოსაცნობი არ არის, ეხა რა უდევს საფუძველს. არა, მოდი ესე ვთქვა, რუსეთთან ომი ვირტუალური, იდეოლოგიური არის საკუთარი პრობლემების მიჩქმალვის ცდელობა? ეს საერთოდ აღარ არის გაცდა. ეს იმდენად ძველი მეთოდოლოგია არის, რომ მგონი ჩვენი სკოლის წიგნებშიც კი, მაგრამ გაცდა საშნაო პრობლემების დროს უნდა საგარეო მტრისხატი, მაგრამ პრობლემა იმაში არის შალო, რომ აღარ არის ეს მტრისხატი. გაცუდა 2007 წელი იყო, 8 წელი იყო, 9 წელი იყო, ეხლა დღეს ადამიანს რო უთხრა რუსთავი ორმა იმედმა და ყველა პროპაგანდისტულმა მანქანამ ერთად, რომ აი ვიღაცა X პიროვნება არის რუსეთის ჯაშუში და მე მოაყოლო ამას არგუმენტები. ნული არის რეაქცია საზოგადოების მხრიდან. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მოასწრეს უკვე და რიგითი ოპოზიციონერებიდან დაწყებული კათოლიკოს პატრიარქის დამთავრებული ყველა არის უკვე გამოცხადებული ჯაშუშა და აღარა აქვს ხალხს ამაზე რეაქცია. ამიტომ ეს არის ჩემი აზრით მოძველებული მეთოდი და თუ სააკაშვილი არ ჯერავთ რომ ჯაშუშია თუ იყო ჯაშუში ჯანდაბას რუსეთთან მაინც კარგი ურთიერთობა ორივე ფაქტორი არის სხვათა შორის უნდა ითქვას ჯერეთი არ ჯერათ უკვე მართლაც იმდენჯერ იყო რომ აღიძრა საქმეები მე გააჩერდა კათოლიკოს პატრიარქზე როცა კეთდება გადაცემები ჩვენ თავზე არ ვიტყვი ხო რა გადაცემები სულ არის ეს გადაცემები ეხლა მაგალითად მიდის თუ იმეც ჩალბა ჩვენ აღარ უყურებ იქ არის ეხლა გადაცემები რომ კირილი რუსეთის პატრიარქი ეხმარება პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენაში და აი ამ დროს ჩავიდა მე მოაყოლეს მიხალკოვის კომენტარი რომ ესე იგი ეხლა აქცენტი არის საქართველოზე რომ საქართველოს უნდა შეიყვანონ ევროზიო მიხალკოვი არ არის რომელსაც კორპუსში კონტექსტი არის ასეთი რომ კონტექსტი მესიჯი რომელსაც ეუბნებიან ჩვეულებრივი აუდიტორიას არის რომ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ეხლა წასული არის მოსკოვში იმიტომ რომ საქართველოს შეიყვანოს ევრაზიულ კავშირში ეს მარაზმიც აღარ ქვია ამას ამიტომ ერთი არის რომ ძალადარწმენა დაკარგა საზოგადოებამ ამ მესეჯების მიმართ და მეორე არის ეგეც რა თქმა უნდა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა ყველა განათლების და ყველა სოციალური ჯგუფის ხალხმა რუსეთთან კონფრონტაციას არ მოაქვს არც პოლიტიკური დივიდენდები ქვეყნისთვის არც ეკონომიკური არც კულტურული ყველა თვალსაზრისით ეს არის წამგებიანი პერსპექტივა კი კახა მაგრამ სახეზე გვაქვს ჩვენ რა იგივე სარაჯიშვილმა უარი თქვა რუსულ ბაზარზე საკუთარ შორის მე დავაზუსტე გააკეთ საერთოდ ჩვენთან ეს განცხადებები უფრო სწრაფად ვრცელდება რომ უარი თქვა და მე 7 ჯერ დაადასტურა ამ კომპანიამ რომ არა აგრძელებს მოლაპარაკებებს და ფინალურ ეტაპზე არის და ნუ ეს ეთყობა აღარ გაშუქდა ხო მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავდგებით იმ პრობლემაზე მე გახსოვს ამაზე გესაუბრე მაშინ როდესაც ეთერში ვიყავით ჩვენთან რამდენიმე კვირის წინ რომ დაიჭერენ იმ ბიზნესმენებს ვინც გაბედავს და რუსეთის ბაზარზე შეიტანს პროდუქციას გილაურმაც კი გააკეთა ამაზე განცხადება ნუ მიეტანებით რუსულ ბაზარს სიტყვით ასე თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში ხა დღეს სააკაშვილი არის ალყაში უნდა ითქვას რომ ორი ფრონტი უკვე გახსნელი აქვს და ეხლა კიდე მესამე და მეოთხე ფრონტის გახსნა არ ამგონია რომ ისთვის იყოს მომგებიანი. ბიზნესმენს რო დაიჭერენ ის ბიზნესმენი კი არ არის საშიში. საშიში არის მთელი კახეთის მოსახლეობა რომელმაც ძალიან კარგად იცის. დღეს რო უხდიან 35 თეთრ საკმარისი არის რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნას და დაახლოებით 2 ლარი და 20 თეთრი გახდება კილოგრამი. კი მაგრამ ეს კახეთის მოსახლეობა შეშინებულია ისა კახა. აღარ არის შეშინებული. შიშსაც აქვს თავისი ზღვარი. არ არის შეშინებული და წელს მაგალითად თქვენ აკვირდებოდით რომ მე რამდენჯერმე ვიყავი კახეთში შეხვედრაზე მოსახლეობასთან და მიხეილ სააკაშვილი წელს კახეთში მოსახლეობას ვერ შეხვდა. ძირითადად ხვდებოდა. ხო ნახე ეს მეზობლები გესმით ოპერატიული რაღაცა იქ არ არის მეზობლები მე ორჯერ არ არის ეს ვიცი მეც საქმის სახლები არ დგას ხო. ეს ალბათ როგორც გურიაში რო იყო იქ ადგილობრივი თეატრის მსახიობები და ახლობით ეგეთი სცენა იყო. ანუ ვიცი ახლა მეც დავდივარ შენც იყავი და ხო ნახე რა განწყობა არის. არა არ გალავენ სხვა -99 ფილმებას სპასებით. ჩემს შეხვედრაზე ერთ-ერთ რაიონში რომელიც აი ამ თემას ეხსტრებოდა სოფლის გამგებელი. ანუ და ყვარელში რაიონის გამგებელი საერთოდ.
ამიტომ ეს იმდენად ძლიერი განწყობები არის, რომ კი შეუძლია სააკაშვილს რა თქმა უნდა, რომ ეხლა რეპრესიებს თუ დაავალებს, სოდი და კუდი ამას შეასრულებს, მაგრამ რამდენად დაწყობს დღევანდელ ვითარებაში, როდესაც უკვე მას სრულიად სხვა ფრონტზე ყავს თავარი მოწინააღმდეგე. რა თქმა უნდა, ივანიშვილი დღეს არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა კი არა, შეიძლება ითქვას მეტასტაზი არის. ამიტომ ეხლა გადახაზოს კახეთის არ ვიცი რამდენი ხმა არის დაუშვათ 200,000 ხმა ხელის ერთი დაკვირით, ერთ 100 ადული გადაწყვეტა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნა და რაღაცა სავაჭრო ურთიერთობები აღდგა ინტენსიფიკაცია მოხდა. ყველა ვარიანტში ამას დიპლომატიის გააქტიურებაც მოყვება და პოლიტიკური არის გამორიცხული ასე არ იყოს. ეს არის ასევე სახელმწიფოში. თუმცა მოკლე პერიოდზე ვსჯელობ, ჩალო 2012 წლის არჩევნებამდე რა მოხდება. მერე რა თქმა უნდა ეს მოხდება. საქართველოს თუ იარსებებს, ეგ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ იქნება უკვე ბიზნესმენები წავლენ, იქ სავიზო რეჟიმი გაცილდება. შენ ახლა 2012 წლის არჩევნებამდე არ ელოდები ამ დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურება? მაინც გააქტიურდება ჩემი. გააქტიურება თუ თქვენთვის რომ ჩვენ არ აქვს ელჩების დონეზე ურთიერთობა და ალბათ 2012 წლამდე ეს ურთიერთობები ელჩების დონეზე ვერ აღდგება. არ აწყობს არანაირად ეს სავაჭრო ურთიერთობები ტრის ხატის შემქმნელ სააკაშვილის. არ აწყობს იდეოლოგიურად არ აწყობს. ეს როგორი ამბავია, იცი, ინტენსიური ვაჭრობა გაქვს ქვეყანასთან, რომელსაც ეძახი რომ არის აგრესორი, ოკუპანტი მეც ვთვლი რომ არის, ამობ რომ აი მონსტრია და ასე შემდეგ. არა სექტემბრის მდგომარეობით როცა ჩვენ ეს კამპანია ღიად დავიწყეთ, აი იყო ეგ ვითარება, რასაც შენ ამბობ და მაშინ ჩვენ მქონდა მე ვიყავი აქ გადაცემაში და გითხარით ჩვენი სტრატეგია რა იყო და ჩვენ მოვძებნეთ რამდენიმე კომპანია, რომლებიც უბრალოდ ყველანაირ რისკზე მიდიოდნენ, მაგრამ საერთო განწყობა რაც ჩვენ თქვი ის იყო. შეიცვალა ვითარება ოქტომბერში, როგორც ერთი ჩემი მეგობარი ხუმრობდა ბირჟაზე რო არის ხოლმე, ხო იცი, შავი სამშაბათი თუ რაღაცა შავი პარასკევი, აი მოხდა ეს სააკაშვილის შავი სამშაბათი დადგა, დაეცა მისი ყველა აქცია ივანიშვილის განცხადებების შემდეგ, იმიტომ რომ მას რატო ქონდა ოპოზიციის მიმართ საქმე გარკვეული, რომ იყო რეიტინგები ქვევით წასული, არ არსებობდა ფინანსური რესურსი, არ არსებობდა გამაერთიანებელი ცენტრი და უცებ ყველა ეს კოზირი, რომელიც ოპოზიციამ წლების განმავლობაში დაკარგა, გამოჩნდა ბაზარზე. და როგორც ჩანს, სააკაშვილის აი ხა რასაც თქვენ კითხულობ ციტატებს, აქედან გამომდინარე მომზადებელიც შეხვდა ამ ასე ვთქვათ შავ სამშაბათს. ამიტომაც მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში სააკაშვილის არ გარჩება ეს რა. კი, მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს არის ესეთი გადაწყვეტა, რომ ის ალბათ ხელს ვერ შეუშლის რუსეთში ექსპორტს, თუმცა რიტორიკა იქნება, რომ ის რუსეთში კი არა, მთავარი არის ჰონკონგში რო გავიტანეთ ჩვენ ახლა აი 4 ბოთლი რო გავატარე გილაურს, იმით რომ წაიღო ხელჩანთით, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი და იქ რუსეთში რამდენიმე ვაგონი რო წა, ეს არ არის მნიშვნელოვანი. აი ეს რიტორიკა იქნება, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოგვიწევს ჩვენ საზოგადოებასაც და ჟურნალისტებსაც შეხება იმ პრობლემასთან, რასაც თქვი, უბრალოდ შეშინებული ადამიანები, რომლებიც ვერ გაბედავენ. ამაზე ორი აზრი არ არის. უმრავლესობა ასეთი იქნება, უბრალოდ დღის მდგომარეობით ახლა კომპანიებს მუჩავამართულებინებთ, მაგრამ გეტყვით, რომ არის საკმარისი რაოდენობა კომპანიებისა, რომლებიც ექსპორტს გარისკავენ. საერთო ჯამში ისინი უმცირესობა არიან, მაგრამ არის ესეთი კომპანიები, რომლებსაც სხვადასხვა ის მაინც გითხარიან, რომ დიდი კომპანიებია ეს თუ რაღაცა მცირე მასშტაბის. და დიდ ფულზეა ლაპარაკი თუ არა? საშუალო ზომის კომპანიებიც არის მცირე კომპანიები. რა ფულზეა ლაპარაკი? ფული ყველა შემთხვევაში ძალიან დიდი არის, შალო და გეტყვი რატო. ყველა კომპანიების გადაიარაღება მოხდა დაახლოებით 2004-5-7 წლებში და ყველამ ძირითადად სანამ რუსეთის ბაზარი აიღო, იყიდეს თანამედროვე იტალიურიდან სხვა კიდე ევროპული ტექნოლოგიები და წარმოდობა ყველას აქვს ძალიან დიდი. ამიტომ დღეს შეიძლება კომპანიის ბრუნვა იყოს 200 ლარი, მაგრამ თუ კი იქნება ბაზარი, მათ შეუძლიათ რამოდენიმე მილიონი ბოთლის ჩამოსხმა, რამოდენიმე მილიონი კი არა, ანუ თვეში მილიონი ნახევარი. მართლა? ხო. ეხლა გაჩერებულები არიან. ანუ ხო, მათ ქვიათ პატარა კომპანიები, იმიტომ რომ დღეს დაუშვათ ვაჭრობენ, შეიძლება რამოდენიმე დაუშვათ 5000 ბოთლს, 15000 ბოთლს, იმიტომ რომ ბაზარი არა აქვს, მაგრამ წარმოდობა თავისთავად და ტექნოლოგია არის ბევრად უფრო ძლავრი და როგორც კი იქნება დაკვეთა, ეხლა კომპანიები, რომლებიც დღეს დაუშვათ სიტყვაზე 5000 ბოთლი გააქვს სადღაც ერთ-ან ორ ქვეყანაში და ისიც კონსიგნაციით, მზად არიან რომ მიაწოდონ რამოდენიმე მილიონი. ეს რა შეიძლება ღვინოს, ახლა რა შეიძლება პოლიტიკას. კახა, გასაგებია შენ პოზიცია იგივე ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ არ აკრიტიკებთ, თქვა სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მაგრამ თუ ყოფილა თქვა თანამშრომლობაზე წინადადება, ან თქვენი მხრიდან თუ არა ასეთი ტიპის მზაობა. კომუნიკაცია არც მისი მხრიდან და არც ჩვენი მხრიდან. და სულ რამდენიმე დღის წინ თქვენ განცხადება გააკეთეთ, რომ ქართული პარტიიდან არ ურჩევთ წამოსულიყო სოზარ სუბარი, რომელიც განცხადება არ იყო, მკითხა ერთ-ერთ სხვა თემაზე ინტერვიუში ჟურნალისტმა და თქვი უბრალოდ რომ რა ვიცი, საერთოდ ესეთი ფორმა რომ პარტიის თავმჯდომარე მიატოვოს პარტია და სხვა პარტიაში გადავიდეს, ცოტა არალოგიკური არის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აფიქსირებ, რომ ეს არ არის ჩემი საქმე, ეს ამ პარტიის და ამ ადამიანის საქმე არის, თუ გადაწყვეტს, უბრალოდ რაღაცა ცოტა მე ესე არ მოვიქცევ. რამდენიმე დღის წინ ეროს კიცმარიშვილი ყავდა ეთერში, რომელმაც თქვა, რომ რაღაცა ტიპის კოალიციის შექმნა იგეგმება. მათ შორის დავასახელეთ კუკავა. მათ შორის მე და შალვა
ამ დაგასახელეთ. შალვა ჯერჯერობით ასეთი კონსულტაციები არ წარმოებს. თუმცა რა თქმა უნდა, საარჩევნო პერიოდი ჯერ არც ისე ახლოსაა, მაგრამ როცა მოახლოვდება, ბუნებრივია დაიწყება ბევრი რამ საერთო ქართულ არა, ქართულ პარტიაზე არ ვამბობ, ზოგადად ვამბობ, ზოგადად ესე გეკითხები ქართულ პარტიასთან. საერთო ხედვა რაღაცა. არა, გვაქვს ჩვენ საერთო ხედვა, იმიტომ რომ გაზაფხულის ცნობილი მოვლენების შემდეგ პრინციპში ქართული პარტია აქტიურად არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, ალბათ ჩამოყალიბდებიან თვითონ, ვიცი რომ რაღაც გეგმები არსებობს, ამიტომ მე მგონი მომავლის საქმე არის საერთოდ ეს ყველაფერი. კაი და რაც შეეხება თქვა იგივე რომელიღაც რესპონდენტსაც ვკითხე ძიძიგურმა და დავითაშვილმა თქვეს ესეთი რაღაც რომ თუ ივანიშვილს არ დავჭირდებით ჩვენ მაინც მივეხმარებითო და საარჩევნებში არ შეიძლება არც მიიღოთ უყურია მათ აი ვიცი არა ესეთი პოზიცია არა გვაქვს ჩვენ და საერთოდ მე გეტყვით რომ ძალიან ნორმალური და პოზიტიური განწყობა მაქვს ივანიშვილის მიმართ მაგრამ არა ეიფორიული და ეხლა არ ვფიქრობ რომ უცელი უნდა გამოვიფათროთ და რაღაცა მოქმედებები რაც არავის არ უთხოვია საჭირო არ არის და რადიკალური კარგი მოდი შენი პარტიის და შენი პოლიტიკური ჯოკერი არის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია. შენ ძალიან კარგად ახარი გაჩითული რუსეთში, აგერ ონიშენკოსთან, რომელსაც უძახის ჩვენი პრეზიდენტი მანიაკთან. ასხი იცი რა გასცა? არა, ხალხს თვითონ ჭამდა და მანიაკი კიდე მე ვარო. მოკლედ მანიაკთან შენ კარგი ურთიერთობები, კარგი შენია რამე იმანიაკოს. მოკლედ ეს არის შენი დივიდენდი, ხო? და ამ დივიდენდით აპირებ რა თქმა უნდა ამ პოლიტიკურ ბაზარში შესვლას და ხმების აღებას. სხვა ისეთი რამ მე არ მეგულებ. კი, ეს ერთ-ერთი მოგცენ ხმა. მაგრამ უყურე იმ პირობებში, როცა არის ასეთი ისტერია ანტირუსული, იმ პირობებში, როდესაც მთელი მედია არის გაჯერებული რუსეთის ლანძღვის გინებით, რომელიც ხელისუფლებიდან მოდის, შენ როგორ არ დაგეთახმები. როგორ აიღებ ამ ხმებს, როგორ მოიპოვებ ამ ყველაფერს? ჩვენ პრობლემა გვაქვს ხმების აღებაში, მაგრამ სრულიად სხვა და არა ის რომ ისტერია არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ეს ისტერია, ეხლა მე შეიძლება სხვა პოლიტიკოსებზე რამოდენიმე თვითადრე შევამჩნიე ეს თავისებურება, რომ ეს ისტერია არის ხელოვნური, რომელიც არის მედიაში, ისიც მარტო სახელმწიფო მედიაში და აი ამ მოგთამული ექსპერტების რაღაც ისტაბლიშმენტი. საზოგადოებაში ეს უნიკალური შემთხვევა არის, მაგრამ საერთოდ არ გადადის. აი 99% მაშინ ეს საერთოდ არ გადადის და საკმარისია გაცილდეთ რუსთავიორის და იმედის ოფისებს და ნებისმიერ სოფელში კი არა ქალაქის უბანში შეხვიდეთ თუნდაც და დაელაპარაკოთ ადამიანი რომელიც ეზოში დომინოს თამაშობს ან ყანას თოხნის ან რაღაცა ვენახი საერთოდ ეს განწყობები არ არის ნონსენსი არის ეს ის იდეოლოგია ანტირუსული განწყობები არ არის საერთოდ არ არის ანუ რეგიონზეც არ მუშაობს ხა რეგიონზე მით უფრო არ მუშაობს იმიტომ რომ ადამიანებმა რომლებსაც სააკაშვილი უმტკიცებს რომ ჩვენ რუსეთის ბაზარი არ გვინდა და გვინდა კანადის და ჰონკონგის ბაზარი გეუნები მარტივად ეს ამ ადამიანებისთვის რას ნიშნავს 400 ლარი ჯობია 2000 ლარი არა ეკონომიკურ ურთიერთობებზე არ ვსაუბრობ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ახლა ცხადია ჩვენი ტერიტორია აქვს დაკავებული რუსის ჯარს ეს არის ყველასაც ნათელი და მე არ მეგულებ ადამიანი ვინც ამაზე არ არის დავა არის შესაბამისად რუსეთი არის ჩვენ და მე არაკეთილ განწყობილი სახელმწიფო მტრული სახელმწიფო არის შეკითხვის არის და შენ როცა პროპაგანდას აწარმოებ რომ რუსეთი კარგია ეს ძალიან მძლავრი კონტრარგუმენტია. არ გითქვია ჩვენ რუსეთი კარგია და როცა მეკითხებიან ხოლმე რუსეთი ოკუპანტია თუ არა მათ შორის მოსკოვში რიაში მქონდა პრესკონფერენცია წელს იქაც პასუხობ რომ რა თქმა უნდა რუსეთი არის ოკუპანტი. ამაზე არ არის დავა. დავა არის იმაზე რა არის სწორი მიდგომები ასეთ შემთხვევაში. რომ ესე იგი აი ეს რაღაცა წარმოუდგენელი ისტერია რომ რაღაცა საცვლების ლოკვა თუ გრიბოედოვის ამოთხრა თუ კიდევ რა მილიონერსულური იდეა მოდის თუ ეძებო დიპლომატია და კომპრომისები ეძებო. მე მჯერა ამ კომპრომისების. და მე ვხედავ რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი უმრავლესობა ჯერა და შემიძლია ლოგიკურად დავასაბუთო. ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითები მოვიყვანო, კონკრეტული შემთხვევები მოვიყვანო იგივე პერევის შემთხვევა და ბევრი არგუმენტი მაგალითი მოვიყვანე მაგალითად. როდესაც მოლდოვამ უარი თქვა სამხედრო ბლოკებში გაერთიანებაზე და ნეიტრალიტეტი თქვა და როგორც ჯერ ნეიტრალიტეტი მოლდოვას არ გამოუცხადებია და მეორეც როგორც მინიმუმ მოლდოვა ჩვენზე წინ არის იმის გამო რომ მოლდოვაში არავის არ უღიარებია ნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია ვერ მოაგვარა ნესტრისპირეთის ვერ მოაგვარა რა თქმა უნდა ეს არ არის საერთოდ ამ კონფლიქტების ისტორიას ვინც იცნობს ეხლა მოლდოვამ კი არა ჩინეთმა ვერ მოაგვარა ტაივანის პრობლემა 40 წელი თავარი არის დინამიკა საითაა მოლდოვაში დინამიკა არის სწორი მიმართულებით და იცი რომ ნესტრისპირეთის გუნდები მაგალითად მოლდოვეთის ჩემპიონატში მონაწილეობენ და აღიარებაზე საუბარი არ არის და დიალოგი მიდის. ჩვენ საით მივდივართ კი, ტუვალუ არის თუ ვიღაცა არის, მაგრამ ფაქტია რომ საწინააღმდეგო დინამიკა გვაქვს. აი ბოლო რეზოლუცია ძალიან მაგარი იყო. არის ძალიან მაგარი. მე მომეწონა როდესაც შედეგი, ჩვენი ამოცანა რა არის? ეგ რეზოლუცია არაფერს არ იძლევა. ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ის კედელი, ბეტონის კედელი კი არ არის საშიში, რომელიც ენგურზე შენდება და რომელსაც სააკაშვილი ხშირად აშენებს.
თავი არის აი ეს პოლიტიკური კედელი, რომელიც კომუნიკაციებს კლავს. დღეს საქართველოს აი ამ დანარჩენ ნაწილსა და აფხაზეთს შორის არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს. ეს კომუნიკაციების შანსი დღის-დღე მცირდება. ჩვენი ამოცანა აი მაგალითად მე რო ვიყო ხელისუფლებაში ან გადაწყვეტილებებზე რომ მქონდეს ზეგავლენა იქნება რომ არა სტატუსზე შეთანხმება. ჩვენ არ უნდა ვიწოდეთ იმისკენ რომ დავუშვათ უახლოეს 5 წელიწადში აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაუბრუნოთ. ეს შეუძლებელია. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია აღვადგინოთ. სულ ერთია ეს ავტობუსი იქნება, თვითმფრინავი იქნება, რკინიგზა, ვაჭრობა თუ ვიზი. ჰუმანური კონტაქტები და კი, ეს არის და მოლდოვას ეს აქვს და დარწმუნებული ვარ რომ მოლდოვა წავა იმ გზით, რასაც ქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მით უფრო იქნეს მოლდოვური ღვინო შედის მოლდოვური ღვინო შედის და სხვათა შორის ხშირად რაღაც სულალური მაგალითები მოყავს ხოლმე სააკაშვილს, რომ აი მოლდოვას ღვინო მიიღეს და მე ისე უარი უთხრეს, არაფერი ამდაგვარი. მოლდოვას ღვინო შედის და ის რომ მიმდინარე პრობლემები ექნება, ეს ყველა ქვეყანაში ექნება. რა ევროპის ბაზარზე არ იქნება ხოლმე ასეთი პრობლემები ქართული პროდუქციისთვის ან ამერიკის ბაზარზე თუ რა, არის მიმდინარე პრობლემები. მაგრამ ექსპორტი ციფრებში გამოსახული რომ ნახოთ თქვენ მოლდოვის არ შეედრება იმ სასაცილო ციფრებს, ეს ხო სასაცილო ციფრებია. ჰონკონგში ავიღეთ მედალი. ჰონკონგში სულ რომ ესე იგი რაც სულ მთელი ჰონკონგი მაგრამ თქვას რომ აი არ სვამთ აღარც არახს, აღარც ვისკის, აღარც ფრანგულ ღვინოს, აი მარტო ქართულ ღვინოს სვამთ. ეს ვერ დაეწევა რუსეთის ერთი ოლქის ბრუნვას, რაც არსებობდა. ამიტომ ჩვენ არ უნდა მოვატყუოთ ხალხი და არ უნდა ვთქვათ რომ აქცენტი გვაქვს ისეთ რაღაცაზე რომ კიდე 5 წელი წყალს ვნაყავთ და შედეგი არ დადგება. მესმის, კარგი. ეს ყველაფერი გასაგებია, ესე იგი, შენ ძალიან მწყობრად აწყობილი სისტემა გაქვს, რუსეთი ჩვენი მტერია არა, რუსეთი ჩვენი არც მეგობარია. რომ გამოვიყენოთ რუსეთი შეიძლება ეს. რუსეთი არის ისე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის კლასიკური იმპერია, ეს სახელმწიფო თავისი სტრატეგიული ინტერესებით კარგები არ არიან, რა თქმა უნდა, ისინი არიან ისეთები როგორც არიან. ჩვენ უნდა მივახციოთ ყველა სახელმწიფოსთან და პირველ რიგში აი ამ მზე სახელმწიფოებთან ისეთ, მოდი ვთქვათ, საპროცესო გარიგებას, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები. კახა, შენ როგორ წარმოგიდგენა, გჯერა იმის რომ გასაღები თქვა იგივე დეოკუპაციის ამ შემთხვევაში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც ღვინით დაწყებული ურთიერთობა? ეს არის მართლაც გასაღები და ეს არ არის ძირითადი საკითხი, უბრალოდ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. გასაღები რა თქმა უნდა არის ნატოს საკითხი. ანუ უბრალოდ ნატო მოიხსნა დღის წესრიგიდან, ანუ ეხლა არის ორხრივ სამხედრო ბაზებზე, ორხრივ რეჟიმში სამხედრო ბაზების განლაგებაზე. აქედან დაიწყო მთელი დაძაბულობა და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეხლა პირდაპირ ტოლობის ნიშანი შეიძლება არ არის, მაგრამ ჯერ გადაწყდება ის საკითხი, თუ საქართველოს რომელ ბლოკში იქნება და აქ იქნება თუ არა განლაგებული სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზები და მერე გადაწყდება აფხაზეთის საკითხი. პირიქით, ამას ეხლა მე ხო არ ვიძახი, იძახის ყველა ევროპელი და ამერიკელი ექსპერტი და პოლიტიკოსი. პირიქით თანმიმდევრობით ამ საკითხების გადაწყობა თეორიულად გამორიცხულია. იქნება უცხო ქვეყნის ბაზები, ძალიან გართულდება რბილად რომ თქვა აფხაზეთის და ოსეთის რამენაირად დაბრუნების ტერიტორია. თეორიულადაც გამოირიცხება, პრაქტიკულად ნამდვილად გამოირიცხება და არ არის სოფლიოში ასეთი მაგალითი. 60-იან წლებში იყო ბოლო ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირი ან მაშინდელი რუსეთი და ამერიკა ისიც ირიბად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სამხედრო ძალით და არ ამგონია ეხლა 21 საუკუნეში აფხაზეთის გამო ეს მოხდეს. ამიტომ ძალისმიერი გადაწყვეტა გამორიცხულია, ხოლო დიპლომატიურ გზას რაც შეეხება, ერთადერთი თუ არა წამყვანი ინტერესი რუსეთს რაც აქვს საქართველოში. ეს არის საქართველოში იქნება თუ არა უცხო ქვეყნების ბაზები. სხვა რაიმე საკითხი ხა ზღაპრებს რო ყვებიან რომ ჩვენი ჰესები აინტერესებს და რაღაცეები, ნუ ეს იმდენად მე7, მე100, მე200 ხარისხოვანი არის რომ ამისი გაცვლა არაფერზე არ მოხდება. ბატონო, მას არ უნდა რუსეთს, არ უნდა აქ ამერიკული ბაზა. ბუნებრივია ისევე როგორც ამერიკას არ უნდა მეზობელ ქვეყნებში რუსული ბაზები და არც ერთ დიდად შენც არ გინდა საქართველოში ამერიკული ბაზა. მეც არ მინდა, იმიტომ რომ ჩემი ინტერესი არის ყველაზე შეუქცევადი საკითხი ეს არის ტერიტორიების საკითხი. ტერიტორია თუ გადაწყდა, ისედაც არ მინდა. პრაგმატულად გეტყვი, ამერიკამ ძალიან ფული დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენ შიმშილით არ მოგდარიყავით რაღაცები. არ დაგეთახმები, ჩვენი შიმშილით არ დახოცვაში ამერიკას არაფერი ფული არ დაუხარჯეთ, ზოგადად ამერიკა შეონაძე იძახდა ამას, რომ ძალიან დიდი დახმარება იმ წლებში აღმოუჩინა ცოტა მეტი შეხება და შენს გაქვს მეტი შეხება და იცი სხვადასხვა დახმარებები შევარდნადი სიტყვები არ არის ჩემთვის პირველ წყალვარი კონკრეტული გრანტები, კრედიტები, დახმარებები ჩამიხედია ყველა ეს თანხები იდებოდა ტრენინგებზე, რეჟიმის წესრიგებზე 4 მილიარდი რომელიც მივიღეთ რაში დაიხარჯა თავრობის დევნილების გამოიყო 1 მილიარდი და დღეს გამოიყო სად დაიხარჯა შალო რაში ხარჯავენ ასე ქვია მაგალითად იცი რა კეთილშობილი სახელი ქვია ჩვენ დამრბებებს რომ ამერიკელები ამზადებენ ამას ქვია ერთ-ერთ გრანტში აღმოაჩინა აი ჩვენ ვინც გვარბევენ აი ზონდერ ბრიგადები ამას ამზადებს ამერიკის საელჩო ამას ქვია მე აღმოვაჩინეს და მე რო გადავამოწმე და ამიდასტურეს იცი რა სახელი ქვია საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ორგანოების მასებთან ურთიერთობის კომუნიკაციის პროექტი გადავამოწმეს და აი სპეცნაზები მიტინგები როგორ უნდა დაშალონ და როგორ დაშალეს ვნახეთ ამაში თუ ფულს ხარჯავს ამერიკის
ამერიკის შეერთებული შტატები მე ნუ დამაყვედრიან. ეს ან შევარდნაძეს დააყვედრონ, ან სააკაშვილს. ეს არის რეჟიმის გამტკიცებაზე დახარჯული თანხები, თორე ერთი ინვესტიცია, ერთი წელი არ მოუტანია ამერიკის შეერთებული. არ მოუტანია, იმიტომ რომ საერთოდ არ მოუტანია. არა, ერთი წუთით. ჩამოგითვლი ძირითად საკითხებს. ჩვენ ვართ თუ არა უფრო დემოკრატიული, მანამდე, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა საქართველოში დემოკრატიის დანგრევას მოხმარდა თუ დემოკრატიის გამტკიცებას? რომელ ნაწილში რა პერიოდია? თუ ბოლო პერიოდი აიღეთ, თუ გინდათ იმის წინა პერიოდი აიღეთ, ნებისმიერ პერიოდში. ამერიკამ არჩია საქართველოსთან მიმართებაში ის პოლიტიკა, რომელიც აქ მაგალითად ავღანეთის, ერაყის, პაკისტანის მიმართ, აირჩია ერთი ფავორიტი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხარს უჭერს და მნიშვნელობა არ აქვს. აი როგორც ხამიდ კარზაის, ეხა იქ დემოკრატია იქნება თუ რა რეჟიმი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ მათი დასაყრდენი იყოს. ეს მიდგომა აირჩია. ახლა ვერაფერ დაგეხმარებ, იმიტომ რომ საზოგადოების როლი შენ ნულამდე ყავს აქ დაყვანილი და პრინციპში თუ რაღაც არ იყო საზოგადოების როლი თუნდაც იმაში რომ ხელისუფლებისთვის დემოკრატია თუ არ შენდებოდა საზოგადოებას უნდა გაეწია ის წინააღმდეგობა 300,000 კაცი იდგა იპოდრომზე და 6 იანვრის დილას გამოვიდა დგომა იპოდრომზე არ არის არჩევნები შალო და მე ღამე არძინებია და არა როგორ არის საზოგადოება გამოხატა საზოგადოება მეტი რა გამო ბიულეტენი კუჩი ჩააგდეს მიტინგზე გამოვიდნენ ეხა იარაღი არ აიღო და არ აგვიღია მეტი რა უნდა გამოვიდა 6 იარაღი ძალიან დიდი პროცესი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის უკან მაშინ ნახეთ ბრუს ჯორჯის ტექსტები მაშინდელი და შეადარეთ მე 2008 წლის ტექსტებს. ბრუს ჯორჯი გამოვიდა და 2 ნოემბერს იყო ხო მაშინ არჩევნები 2003-ში. 3 ნოემბერს გამართა პრესკონფერენცია მარიოჩი და თქვა: "ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელეს." ეს ხო წინასწარ დაწერილი ტექსტი. ხოლო 6 იანვარს გამოვიდა ჰასტინგსი იყო მაშინ უკვე ბრუს ჯორჯის მაგივრად, ანუ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და თქვა: "რა დათვალა წინასაღამოს რესტორანში იჯდა და 6 იანვრის დილას რა ინფორმაციები ქონდა ასეთი გადამუშავებული, რომ ეს არის დემოკრატიის ზეიმი, რომ იყო უმნიშვნელო დარღვევები მაგრამ ეს იყო პირველი კონკურენტული არჩევნები და ქართულმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება. ამის შემდეგ საკითხი არსებითად იყო გადაწყვეტილი და მე შენი მაქსიმალიზმი მაკვირებს, რომ იძახი რომ 20 წლიანი ურთიერთობის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებს კარგი არაფერი არ შენი მითხარი, ეხა მე გეუბნები არსებითად ჩამოგიდგა უსაფრთხოების თემები. რისი უსაფრთხოება მოგვემატა ჩვენ ამერიკასთან პარტნიორობის შედეგად? არა, მე არ გულისხმობ რომ მე არ გულისხმობ რომ არა, ჩვენი უსაფრთხოების ძირითადი საკითხი რა არის? აი უსაფრთხოების კონცეფციას რო წერდე, რა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი საკითხი? ნუ მე აფხაზეთი და სამაჩაბლო. წინ ვართ ამ საკითხში თუ უკან ვართ? აფხაზეთთან სამაჩაბლო. აბა მეტი ახ ქუთაისის დაპყრობას არავინ არ აპირებს და იმის რა ქვია. ესე იგი, შენი მაქსიმალიზმი რატომ მაოცებს? უსაფრთხოების საკითხში ძალიან ბევრი წინსვლა არის, ძალიან ბევრი პრობლემა და კლიშეებია ეს, კონკრეტული არგუმენტი მითხარი. თუნდაც უსაფრთხოების კუთხით. არა თუ რა, რისი უსაფრთხოება? ჩვენი საზღვრის დაცვის უსაფრთხოება. რისი საზღვრის უსაფრთხოება? არ არის ეს, არა აბსოლუტურად პრიორიტეტი ჩვენთან არ ყოფილა 2003 წელს, როცა სააკაშვილი მოდიოდა, იმის რა ქვია, აზერბაიჯან საქართველოს და სომხეთ საქართველოს საზღვრები არ იყო პრიორიტეტი. არც თურქეთ საქართველოს საზღვარზე არ იყო პრობლემები. პრობლემები სადაც იყო იმ საზღვარზე, ჩვენ კიდევ უფრო მეტი პრობლემები შეგვექნა. მე გეტყვი რომ ძირითადი საკითხები აი შენ რო განსაზღვრო რა არის საქართველოს თავარი პრობლემები ეს არის ალბათ დემოკრატიისთან რაღაცა ტიპის სტაბილური რეჟიმის ჩამოყალიბება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნუ უმუშევრობის და სიღარიბის ნუ რაღაც დონეზე სასამართლო ხელისუფლების ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ეგ დემოკრატიაში შევიყვანოთ დავშვათ ყველა ამ სამივე მიმართულებით ჩვენ გვაქვს რეგრესი ეკონომიკაზე არ მისაუბრია და თუ გინდა გეტყვით რა ეკონომიკური პოლიტიკა ტარდება აქ და თუნდაც შევარდნედასთან მიმართებაში რაღაცა ხო კეთდება კახა რაღაცა კეთდება არ უარყოფ ნამდვილად ეხა თუ ჩვენ თვლით რომ ეს არის ამერიკა საქართველოს თავარი ის რომ მეტი კომპიუტერი გვაქვს და ინგლისური ენის მასწავლებელი გამოგვიგზავნა ჩაცმული და არამშრომელი ჯარი ჩვენ ყავს ჩაცმული და დახურული პოლიცია გაგიკურდება და სხვათა შორის ბევრი მეუბნება ამას რუსეთში ძალიან შურთ რომ ჩვენს აეროპორტებში არ არის რიგები მაგალითად და ჩვენს პოლიციაზე სიუჟეტებს აკეთებენ ეს ხო არ არის სახელმწიფო განვითარების ძირითადი პარამეტრები ბოლო-ბოლო ნუ მეგობართან მქონდა ეს დავა მაგრამ ბოლო-ბოლო უთხრა ნუ რიგი საიდან იქნება იმ აეროპორტში სადაც დღეში 8 რეისი ეშვება რიგი საიდან უნდა დადგეს 24 საათის მაგივრზე მანძილზე 8 ან 9 რეისი არის აეროპორტიდან და რიგი სად უნდა დადგეს ჩვენ ხომ და დავინახოთ ხო ანუ ეს ხო ეს წარმატება ხო სინამდვილეში ტრაგედიის მაჩვენებელი არის რომ იმდენად სტაგნაციაში არის ეკონომიკა და ყველანაირი ბრუნვა რომ აქ ადვილი არის ხო რაღაც ფასადების გაკეთება რეალურად დღეს ჩვენ ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობით რომელიც არის უნივერსალური კრიტერიუმი საქართველოს არის 15 რესპუბლიკას შორის უკანასკნელ ადგილზე. აი ეს არის ციფრი, რომელსაც ახლა რა სტატიაც არ უნდა შეუკვეთოს სააკაშვილმა, რომ უკვეთავს იქ სადღაც ამერიკულ ჟურნალებში. ამ ციფრს როგორ ახსნა? მე ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მომდოს ვიდრე რუსეთი.
კი ბატონო, გეთანხმებით. და უფრო სხვა შორის უფრო კი არა გაცილებით. სხვა შორის გეტყვი რომ ეს ეფუძნება მნიშვნელოვნად ინფორმაციის დეფიციტს, ჩემი აზრით, რომელიც ჩვენ გაქვს, კი, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად საუბრობთ დასავლეთზე. ინფორმაციის დეფიციტი გაქვს? არც ერთი ქვეყანა არ ვიცი. არც ერთი, იმიტომ რომ ჩვენთან სხვანაირი კლიშეებით კლიშეებით არ ვაზრობთ, ვარ ნამყოფი ძალიან ბევრი. ჩემს მოსაზრებას გეტყვი. შეიძლება და მე შემედავე. ვარ ნამყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვიცი ამერიკის შეერთებულ შტატების ისტორია. შალვა, ჩემო კარგი, ჩვენთან ხშირად მოიხსენიება ხოლმე დასავლეთს, აი ეს უნდა მეთქო. ჩვენთან ხშირად ვამბობთ რა დასავლეთი ეს მოდური ტერმინი არის. დასავლეთი არ არის კულტურა და პოლიტიკა. ჰომოგენური არ არის რა თქმა უნდა. არა, ჰომოგენური არ არის კი არა, აბსოლუტურად კარდინალურად დაპირისპირებული. ამერიკა თავისი კულტურით, ფილოსოფიით, პოლიტიკური სისტემით რუსეთთან ბევრად უფრო ახლოს დგას, ვიდრე ევროპასთან. ის რაც ჩვენ მოგწონს თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ლიბერალიზმი, ეს არის ევროპა. ამას ამერიკაში არ არის ეს? რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ნაკლები. არა, რას მელაპარაკები? ამერიკაში არ არის სიტყვის თავისუფლება, სადაც ასანჟი რის გამო დააპატიმრეს მითხარი. ამერიკის შეერთებულ შტატებმა დააპატიმრებინა შვედებს და ინგლისელებს. ეს არც ინგლისში არ არის სიტყვის თავისუფლება, რა ინგლისელები გამოიჩენეს. სასამართლომ გამოუშვა სხვათა შორის და მისცა კარგი, ნუ ეხლა ქვეყანა რომელშიც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრობდი საქართველოს შემდეგ, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ გეგმა აქედან წასვლას ნურავის გაგეხარდებათ, მაინც ინგლისია, ბრიტანეთი. ევროპაში ზოგადად არის ის მიდგომები, რომელსაც ჩვენ დასავლეთთან რომლის ასოცირებასაც ვახდენს. თავისუფლება, ის რომ პოლიციელმა ადამიანი არ უნდა დააპატიმროს ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ის რომ უნდა იყოს ბევრი პარტიები წარმოდგენილი პარლამენტში. ზოგადად ადამიანის მიმართ ტოლერანტობა, შემწყნარებლობა, ეს არის ევროპა. და ნუ გონია, ჩვენ აი მაგალითად როცა ვამბობთ პროდასავლური ქვეყანა რას ნიშნავს? ავღანეთი პროდასავლური ქვეყანაა? რატო პროამერიკული ხო არის? ხო, არ არის. პროევროპული და პროამერიკული არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა. პროამერიკული ქვეყნები არიან მაგალითად ავღანეთი და ერაყი და მაგალითად არაპროამერიკული, მაგრამ პროევროპული ქვეყანა არის შვეიცარია და ეხლა არ მითხრათ რომ ავღანეთი უფრო პროდასავლური ქვეყანაა ვიდრე შვეიცარია. ძალიან შევსწავლთ ამ საუბრით. მე საქართველოსთვის ჩვენ რა გვინდა? მე მირჩევნია რაღაცა შვეიცარიის მსგავსი ან ნორვეგიის ან ფინეთის მსგავსი პოლიტიკური სისტემა. ნორვეგია ამერიკის შეერთებული შტატებთან არის ვიდრე რუსეთთან. მოდი ახლა რუსეთს შევხედოთ რა ქვეყანაა. კი ბატონო. მათ მოშია რუსები რო იტყვიან. კი ბატონო. ფინეთი ქართველები არიან სულ. მოდელი არის სხვა მოდელზე ვლაპარაკობთ ჩვენ რომ ჩვენთვის პროდასავლური კურსი რასთან ასოცირდება? ფასეულობებთან თუ ამერიკის ბაზებთან? ბიზნესმენი და რამდენი ჟურნალისტი მოკლეს ბოლო წლებში ქვეყანას. კაცმა არის. სადაც უბრალოდ კლავენ ადამიანებს. კი, მაგრამ იგივე ხდება საქართველოში. შეკვეთილი უბრალობების გამო ერთ-ერთი წამყვანია. ხო, ვიდრე გადაცემას დავასრულებ და ერთით შევამინდა, მიცემ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს მოარიდეთ ხოლმე ბავშვები, როდესაც ტელეეკრანზე პრეზიდენტს დაინახავთ. ხო. ასე აჯობებს ბავშვებისთვის. ნუ არა, ლოკოს არ მოისმენენ და საცვლებს. ხო და თან რატო იცი რომ ბავშვები ეტანებიან მის შესაძლოა რაღაც ხიარული. მოწოთ, ჩემი შვილი ცუ აბრაზებს. ხო, მოწოთ. კარგი, თვითონ ტელემაგნო მე გეშტობებით და ჩვენ ხვალ 19:00-ზე შეხვდებით ერთმანეთს.